დიდი მადლობა, ვინც უკვე ჩვენთან ერთად არის. დიდხანს არ გავახანგრძლივებთ საწყის პერიოდს, დავიწყებთ მალე. სამშვიდობის გვესალმებით, დიდი მადლობა. გამარჯობით ვიყოთ მეგობრებო. ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება დღეს ჩემი მოსაზრებები გითხრათ, თქვენგანაც მოვისმინო, შეკითხვებიც იქნება. საერთოდ მინდა ამ შეკითხვებთან დაკავშირებით ერთი რამ თქვა, რომ იქნება ეს ორი გადაცემა, მომდევნო წლიდან ასე გავაკეთე, რომ ერთი გადაცემა იქნება, სადაც პოზიციას გამოვკვეთავ, ხოლო ერთი გადაცემა იქნება ყველა შეკითხვაზე პასუხი, შეიძლება რომ პირდაპირ ტელეფონზე დარეკოთ შეიძლებაოდეს. ამას ახლა თქვენთან ერთად როგორ მოგეწონებათ ეს მოსაზრებები ან იქნებ თქვენ რაღაც სხვა წინააღმდეგობა გაქვთ. მე მთავაზობენ იმას, რომ იქნებ ხანგრძლივი არ იყოს ეს გადაცემა და იყოს ყოველდღიურად 10-15 წუთი რაღაც თემასთან დაკავშირებით. საინტერესოა ყველა ეს მოსაზრება, მას განხილვა უნდა, რა თქმა უნდა, ერთი რაღაც ისეთი შემკრები გადაცემა ჩემის აზრით საჭიროა, ეს კვირაში იქნება თუთვეში, შესაძლებელია რომ რამდენიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იყოს პოზიცია გამოკვეთილი. ძალიან ბევრი მეუბნება იმას, რომ
სასურველია ბევრი მეცნიერი აკეთებდეს ასეთ გამოსხივებს Facebook-ზე, ვერ გეტყვით, ეხლა ეს ისეთი პირადი საკითხია, ძალიან ბევრი განიცდის ამას და არ შეიძლება ძალიან ძლიერი მეცნიერი იყოს, მაგრამ ტელევიზიით ბევრს არ აქვს სურვილიც და ზოგი ამბობს კიდევაც, რომ არ შეუძლია უბრალოდ ის მეცნიერია და პროგრამებზე მუშაობს, საქმეს აკეთებს, მაგრამ ვთქვათ ის რომ ტელევიზიით რაღაც ან კიდე Facebook-ზე თავის გვერდი ქონდეს, ასეთ გამოსხივებს აკეთებდეს, ყველა ადამიანი თავისუფალია მის გადაწყვეტილებაში და ჩვენ პატევი უნდა ვცეთ ყველას გადაწყვეტილებას. მე მადლობით ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თანამშრომლობს მეცნიერთა კონგრესში, მეცნიერთა კონგრესთან და ასეთ სერიოზულ პროგრამებზე ვარ ჩვენ ორიენტირებული, თუმცა ბევრი რამ ჩვენშიც და ჩვენს გარეთაც მხედველობაში მაქვს მეცნიერთა კონგრესში და მეცნიერთა კონგრესს გარეთაც თლად კარგად ვერ ვიგებენ ჩვენ იმას და გონიათ რომ მეცნიერთა კონგრესი რაღაც ერთი პოზიციის გამომხატველი უნდა იყოს, ეს ისევ ნგრევა რაღაც მაინც ჩვენ ძნელად გამოვდივართ როგორც ჩანს იმ მდგომარეობიდან რომ ჩვენ ესე იგი სხვადასხვა სხვისი აზრისადმი პატივისცემა ეს არის კულტურა, პოლიტიკური კულტურა. შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანი, შეიძლება არ მოგწონდეს მისი მოსაზრება, მაგრამ პოლიტიკური კულტურა არის იმაში კი არა რომ თქვათ შენი ლანძღო და აგინო. პოლიტიკური კულტურა არის რომ შეიძლება სულ მას არ შეეხო, მაგრამ შენი პროგრამა და შენი წინააღმდეგობები უთხარი ხალხს და ქვეყანას. საქართველოს წავიდა იმ გზით რომ ჩვენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ვლანძღავთ და ერთმანეთის მლანძღავი პოლიტიკოსები უფრო მოწონს როგორც ჩანს ხალხსაც, იმიტომ რომ საერთოდ არ არის პოლიტიკური კულტურა, ლანძღვა, გინება, მით უფრო იმ ენით და იმ ტერმინოლოგიით, როგორთაც ჩვენთან საუბრობენ. განსხვავებულთა ერთობა არის პროგრესის მაჩვენებელი, განსხვავებულთა ერთობა. განსხვავებულთა წინააღმდეგობათა ერთობის კანონი რომ მივიღეთ ჩვენ, ეს ეგონათ რომ ეს ფილოსოფიის და დიდი ზოგადკაცობრიული კანონია და თავისთავად როცა ვიცით ჩვენ რომ პლუსი და მინუსი ორივე ერთად, ორი პლუსი ვერ იძლევა ენერგიას, პლუსი და მინუსი იძლევა ენერგიას. ხო და ამიტომ დადებითი და უარყოფითი. თავარია რომ ეს ქვეყანაზე იყოს მომართული ხელისუფლება და ოპოზიცია. ჩვენ გარეთ ვეძებთ უბედურებას, მე ამაზე პირითადში მინდა ავაგო დღეს, როცა ქვეყნის შიგნითაა და ყველა უბედურებას, რომელიც ქვეყნის შიგნით გვაქვს, ჩვენ ვამართლებთ ქვეყნის გარეთ რაღაც არის და აი ამ ბოლო პერიოდში მთელი საქართველო გადაერთო იმაზე რომ აი შეხედეთ თურმე ამერიკა ყოფილა უბედურება, ევროპა ყოფილა უბედურება და ვითომ ეხა დღეს შეიცვალა ევროპა ასეთი იყო ბატონო და ამერიკა ასეთი იყო. თქვენ როგორ გაწყობთ, როცა გაწყობდათ, მაშინ მოგწონდათ, როცა არ გაწყობთ, ეხლა ლანძღავთ. დამოკიდებულია იმაზე, აი აქაც ერთი რამეა, ბიძინა ივანიშვილს რა მოწონს, იმის მიხედვით ეწყობით თქვენს. როცა ერთი კაცის გუნება განწყობაზე, ესე იგი იმართება სახელმწიფო ვერტიკალი კი არა, გარემოცვაც მთელი ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის. ამიტომ საქართველოს ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. საქართველოს ცხოვრობს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოს ცხოვრობს ერთი კაცის გუნება განწყობით შექმნილი პარლამენტით, ხელისუფლებით, დანიშნულია ყველა ერთი კაცი ირჩევს ამას, ან ერთი კაცი ირჩევს იმ სისტემას, როგორ უნდა მოხდეს. ეს იყო შევარდნაძის მორჩილი უმრავლესობა, იყო სააკაშვილის მორჩილი უმრავლესობა, არის ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა და ჩვენ გონია რომ ეს არის პროგრესი. ეს არის უბედურება. მე ძალიან მომწონს ის მოდელი, რაც უნდა ლანძღოთ თქვენ ამერიკა. აი ნახეთ ახლა ამერიკაში როგორი მოდელია, ხო ხედავთ თქვენ, როგორი დაპირისპირებაა, როგორი სირთულეებია შიგ მაშინ და პრეზიდენტს უჭირს ძალიან, მაგრამ ამერიკა იმითაა ძლიერი, რომ ეს იქ მის ბუნებაშია. ხალხის ბუნებაში რაც არის, ბუნებაში არის რომ ერთ-ერთი აზრი კონდეს, სხვადასხვა აზრის ადამიანები დათბირობდეთ, ლაპარაკობდეთ ერთმანეთში. ეს ჩვენთან წარმოუდგენელია. ერთი აზრის ადამიანებს კრებენ. ან არ არიან ისინი ერთი აზრის მქონენი, მაგრამ იქ რომ იწვევენ, ესე იგი მას უნდა კონდეს ის აზრი, რაც მოეწონება ვთქვათ უფროს. პატარა თუ დიდ წარმოებაშია, ბიზნესმენებიც ამაზე აზრიან აწყობილი უკვე. ბიზნესმენი პროფესიონალს კი არ ეძებს. აი ეძებს იმას, როგორც ბიძინა ივანიშვილი ეძებს თავის მონებს, იგიც ეძებს თავის მორჩილებს და პროგრესი ასე ვერ წავა, ვერ განვითარდება ასე ქვეყანა.
მე ძალიან ყველა რეგიონს მე ვხედავ იმას, რომ ყავს უაღრესად საინტერესო არაერთი და ორი ადამიანი. ამის წინ მე ერთ-ერთ ჩემთვის უაღრესად საინტერესო პიროვნებასთან მქონდა ესეთი სატელეფონო საუბარი, მასთან შეხვედრაც სასიამოვნოა ყოველთვის ის მე იშვიათად მგონია რომ აი გურიაში გურიის პრობლემები ისე იცოდეს ვინმე ან გურიაში გურიისადმი გურიის ტკივილი ისე ქონდეს მიტანილი გულთან ან ისე განიცდიდეს ყველაფერს, მაგრამ მქონდა ჩვენ ახლა ბევრ რამეში თუნდაც ყველაფერში მართალი რომ იყოს ის რასაც მე ლაპარაკებოდა ერთი ფაქტია რომ ხელის ჩამოშვება არ შეიძლება იმის ისა რომ როდესაც რეგიონში არის ყველგან არის 10-15 კაცი რომელთაც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ და ეს ადამიანები რომ გაჩუმდებიან ეს არის ღალატი მე სხვას ვერ ვეძახი ღალატს მე დღეს რომ გავჩუმდე ეს ნიშნავს რომ მე ჟიული შარტავასაც უღალატე მამუკასტანიკაშვილსაც უღალატე თამაზ იმედაძესაც უღალატე ქუთაისსაც უღალატე იმერეთსაც უღალატე მე უღალატე ყველაფერს რასაც აქამდე ვლაპარაკობდი და მე ძალიან განვიცდი იმას რომ ნახე ადამიანები რომლებიც თქვათ ერთ დღეს ერთ ლაპარაკობენ მეორე დღეს მეორე რა თქმა უნდა პოლიტიკოსმა რაღაც საკითხთან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს პოზიცია მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით ხომ არ შეიძლება რომ აი ესეთი პინგ-პონგის მაყურებლის როლში ვიყოთ და ვის რა მოეწონება იმაზე ვიყოთ აგებული მე ვერ გეტყვით წინა პარასკევს მინდოდა ამ საკითხებზე უფრო მომზადებული ვიყავი მაგრამ ძალიან ამანერვიულა იმან რომ პარასკევს აი ზუსტად დაწყების წინ 15 წუთით ადრე ტელეფონში შეუძლებელი გახდა Facebook-ზე შეცვლა ყველაფერი რაც კი რამდენი ინტერნეტი რამე არ გავაკეთე მე მეორე დღეს სამეგრელოში მივდიოდი ძალიან საინტერესო პიროვნების და ესე იგი ვიხარია რომ ზუგდიდმა სამეგრელომ ძალიან ღირსეულად ამ მთელი საქართველოსთან ისე შეკრიბა პონდოჯიქიამ აი ამ უკეთილ შობილესმა ადამიანმა ხალხინა მივდიოდი მასთან დაკავშირებული დღე იყო 40 დღე მისი გარდაცვალებიდან და პრაქტიკულად ვერანაირი იმით ტელეფონი ვერ გავმართე ჩავედი ზუგდიდში მივედი რამდენიმე სადაც აი მითხრეს რომ სადაც იყო ცენტრების სატელეფონო პროგრამებს და ვერაფერთ ვერ გავმართე გუშინ ძლებს აღვადგინე 2 დღის შემდგომ დღესაც ისე პრობლემები შეექმნა არ ვიცი მე მასკის ის მოვისმენი ამის ის დაიკარგა ინტერნეტში რომელიც ამ ტელეფონებთან დაკავშირებით სასწაულად მძიმე რამეები ჩამოაყალიბეს გენიალური პიროვნებაა თავის მიმართულებით და გაგვაფრთხილა იმას რომ ტელეფონი უკვე ტრაგედია გახდა ტრაგედიად იქცა ადამიანისთვის და კიდე უარეს მდგომარეობაში ჩააყენებს მას რომ ჩვენ რო გვმართავს ეს ერთია მაგრამ ამავე დროს ესე იგი რეალურად ესე იგი აი ამ უსინდისო თუ არის ხელისუფლება პრაქტიკულად ყველაფერი შეუძლია ნახოს ისმინოს და აი მანაც მithმა ერთმა პროგრამისტმა რომ შეიძლება ვინმე შევიდა და თქვენთან იქეკა მიმაშიდან ნუ ამიტომ გამოირთო ტელეფონი ერთმა პროგრამისტმა მე მინდა ვიფიქრო რომ ეგეთი რამე არ არის თუმცა ყველაფერი ძალიან მალე ერთი კარგი რამ მქონდა სტალინმა ერთხელ გააკეთა რამდენი წევრი წყავდა პოლიტბიუროში იმდენი ტყუილი თქვა და იმიტომ რომ რასაც საუბრობდა ის მერე გადიოდა საღამოს გარეთ აღმოჩნდა რომ ის რაც მოლოტოვს უთხრა ის გადმოცა ამერიკის ხმა იმ როცა იყო იმ პერიოდში რაღაც და რომ მოიწვია რომ კითხა და მე მხოლოდ ჩემს ცოლს უთხარიო და იმანაზე იმიტომ იყო მე რომ დაიჭერეს ის მაგრამ ეს მაგალითი რატომ მოვიტანე მეც მინდა რაღაც ექსპერიმენტები ჩავატარო იმის თაობაზე რომ ვთქვათ მართლაც ვინ შედის ამ ტელეფონში რატო შედიან რატო ეძებენ რატო ითიშება სწორედ იმ დროს ინტერნეტი ტელეფონი როცა რაღაც პრინციპული რამ გინდა რომ ვთქვათ აი გადაცემა რაღაცას რაღაც დაგეგმილი გაქვს უნდა ჩაერთო ვთქვათ აი საერთაშორისო რაღაც კონფერენციებია უნდა ჩაერთო მაშინ რატო ითიშება მე არ მინდა რომ ყველაფერ ამაზე დღეს რაღაც ეჭვებით ვიცხოვრო არც ეს მინდა მე არც მეშინია ამის იმიტომ რომ მე ადამიანმა უნდა იცხოვრო ისე რომ არ უნდა გეშინოდეს ვთქვათ რაც უნდა თქეკონ როგორც უნდა თქეკონ სადაც უნდა შევიდნენ ყველაფერი ეს მათი სისუსტეა და არა ჩემი და შენი სიძლიერეა როცა შენ შეეძებენ რაღაცას რომ რაღაც გაგაჩერონ და გაგაჩუმონ და არ გათქმევინონ სიტყვა და ასე მე აღარ გავგზელდები ამ იმაში მე ისიც მინდა ვთქვა რომ ესე იგი ეს მოგზაურობა რომლითაც მე კვირის განმავლობაში 2-3 ჯერ მიწევს ვთქვათ სხვადასხვა რეგიონში გასვლა გზავრობ ან ყოველთვის ესე იგი სამოქალაქო ტრანსპორტით ეს
იქნება ავტობუსი თუ მატარებელი და უდიდეს ინფორმაციას ვიღებ. აი ზუგდიდში გზავრობა, ესე რა სასწაულად ძლიერი ის მომცა პიროვნება, რომელიც მიდიოდა ზუგდიდში, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი, რომელთანაც დიდხანს ვისაუბრეთ, არა მარტო ის ბევრთან ვისაუბრე, მაგრამ ის მაინც განსაკუთრებულებით აღმოჩნდა, რომ ესე იგი მიდიოდა იმისთვის, რომ 6000 ლარი უნდა გადავიხადო, რომ ესე იგი აი საავადმყოფოში და მეუბნები, რომ ვინმე რას გეხმარება და მომიყვა მე ყველაფერი, ას ნიშნავს ეს ჯანმრთელობის სისტემას, რომ თითქოს ჩვენ უფასოს ვეძახით, რა დაუჯდა პიროვნებას ცხენლები წამოგივიდოდა, როცა ლაპარაკობდა კაცი, რომელსაც არავითარი ამის საშუალებები არ გააჩნია და მიდის მეზობელთან, მეგობართან, ახლობელთან ზუგდიდში, რომ 6000 ლარი წარმოგიდგენია თუ ფეხზე რაღაც პრობლემა ქონდა ამისთვის, მაგრამ სასწაულად გაცნობიერებული წიგნიერი კაცი, რომელმაც უამრავ ისეთ რამეზე ისაუბრა და სასწაული რამე მითხრა, რომ აი რომ შევედიო რეგისტრაცია ხო ხდება, მაშინ 51 ნომერი შემხვდაო საავადმყოფოში რომ შევედიო და დავაბრუნე უკან, რომ 51 ნომერიო რომ შემხვდა, აი წარმოგიდგენია თქვენ სადამდე მივიდა განათლებული ადამიანი. 51 ნომერი, რიგითი ნომერი რომ მიიღო, 51 იგიც კი უკან დააბრუნა. რა ვიცი, ოცნებას გონია რომ ყველაფერი კარგად არის, ისე როგორც თავის დროზე ეგონა, ესე იგი ნაციონალურ მოძრაობას რომ ყველაფერი კარგადაა და ესე გონია იმასაც და სინამდვილეში მე ძალიან კარგად ვხედავ იმას, რომ ხალხში არის უდიდესი პროტესტი. მაგრამ ვინ უღალატა ხალხს? ინტელიგენციამ უღალატა ხალხს. პოლიტიკოსებმა უღალატეს ხალხს. და ის სწორედ პოლიტიკოსებმა იმდენად გაანადგურეს პარტიების ავტორიტეტი, რომ რეალურად რასაც უნდა იმას აკეთებს ხელისუფლება. და ყველას ყოველთვის ვამბობ, რომ ხელისუფლება კი არ არის ძლიერი, უსუსტესი აღმოჩნდა ჩვენი ინტელიგენცია. უსუსტესი. და ნახეთ თქვენ, მე გამოვაქვეყნე ძალიან ცნობილ პიროვნებებთან, ნონა გაფრინდაშვილთან, ნანი ბრევგაძესთან ერთად, აი უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში წინ გადაღებული სურათებია და დავწერე, რომ რა ბედნიერი იქნება საქართველო, რომ ცნობილი ადამიანები ეხლა ისე იკვრებოდნენ, რომ არ უშვებდნენ ამას და პოლიტიკოსებს კი არ მიცენ საჯიჯგნად ეს, არამედ თუნდაც მივიდნენ და პატივისცემით, ხო ხართ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილთან არის სულად ნანი ბრევგაძესთან იგივე შეუნები, რომან რულუას იგივე შეუნები, მეცნიერებათა აკადემიაში ძალიან ბევრს, რომ ხომ კარგად ხედავთ, რომ ხალხში სხვაგანწყობაა, ხომ კარგად ხედავთ იმას, რომ პროტესტი დიდია, ხომ კარგად ხედავთ იმას, რომ ხალხში მდგომარეობა რთულია, რა გვიჭირს? ის გვიჭირს, რომ ან ხმა ამოვიღოთ, ან კაი ხმის ამოღება არ გინდათ, რომ მიხვიდეთ და ბიძინა ივანიშვილს უთხრათ, რომ არ არის ასე ყველაფერი. რომ ცოტა ან შეცვალე მდგომარეობა, ან ნუ გაყენებთ თქვენ ყველაზე დიდი დარტყმა ბიძინა ივანიშვილმა ინტელიგენციას მიაყენა. ინტელიგენციის როლი და ავტორიტეტების როლი გაანულა ქვეყანაში. გაანულა. ეს არ არის მარტივი მდგომარეობა. ყველა ქვეყანა, ილია ჭავჭავაძე რას ამბობდა, ქვეყანა იმით ფასობს, რამდენიმე თქმელი და ესეთი კაცი აღარ დარჩა. აღარ არის. ხმას ვერ იღებს. ეშინია. ფულს კარგავს. ახლობლის თანამდებობას კარგავს. აი ამ გამაუცა პიროვნებამ ისეთი რამეებზე ამიხსნა თვალები და მითხრა თვითონ ჯვარში ცხოვრობს წალენჯიხაში ყველაფერი ამ სამეგრელოში ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ნუ აი ისაუბრა იმის თაობაზე, რაც აი ხალხში მართლაც ამ მდგომარეობა არის და პირდაპირ თქვა იმ კაცმა, რომ იგი მე ერთი ადამიანი მანახაო, აი რომელსაც ხალხის ტკივილი ესმის და შეუძლია რომ ხალხისთვის დადგესო. მაჩვენეო რა ბატონო თემურო ინტელიგენციაში მაჩვენე ამნაირი კაცი. არ არის ეს წაშლა მთელი ინტელიგენციის რა უკნა ეს ჭაბუა მირეჯიბი მართლა გენიოსი იყო რა გიქნათო აი მართლაც რა გიქნათ ამან ერთმა ფულიანმა კაცმა როგორ გაგაჩუმათ როგორ გაგახუჩათ როგორ გაგვანადგურა ყველა როგორ ჩაგვიდო მაშინ მე ვერ ვნახე კაცი რომელიც ხარს უჭერს იმას რომ ესე იგი აი არაბული სოფლები რო შენდება გუშინ გავიგე რომ ებრაული სოფელი შენდება ახმეტაში სოფელი კი არა ქალაქი ნუ ქალაქები იქ არაბული ქალაქეთ ისა ნუ გასაოცარია პირდაპირ რა მდგომარეობა როგორი სიტუაცია ნუ აი ხო გეუბნებით აი წალენჯიხიდან
მითხრა კაცმა რას უშვებიანო თხეებსო ხართო კურსიო თხოვ ერთხელ და ვაპირებ რომ წავიდე იქეთ რომ ნახეო რომ როძ მოსაღამოვდებაო ესე იგი თხიდან მოდის და მოდის ესე იგი სასაული რამეები გამოდის თხიდან და ვინ არის გვარები ამ კაცმა იცის მე არ მინდა დღეს დავასახელო იმიტომ რომ ჩავალ იქეთ გაიკითხეო მითხრა გადიო დეპუტატები არიანო და ხელმძღვანელები არიანო საღამო რო და მანქანებს მოყვება წალენჯიხის ტყეებში კატასტროფა ეს არის ის ვინ მე მან ვინ დიდრდება ახლა აძლევენ საშუალებას რომ ეს აიღოს ამოიღოს როცა დაჭირდება თუ ის მონობიდან გამოსვლას დააპირებს ის დეპუტატია თუ ვინმე იმ წუთშივე კეჩოში წავლებენ ხელს მესტიიდან ვის გამოაქვს ყველაფერი ამ კაცმა იცის აგერ ესე იგი რომელიც არაფერზე არ დებს ერთი რიგითი ქართველი ვარო და ასეა მუშაობს და რაღაც ხელოსანი კაცია და იმანიცის ყველაფერი და ზუსტად ისე იცის როგორც მეც რეალურად რომ არაერთი და ორისგან გამიგონე და ანალიზითაც რო იგივეს ვამბობდა ეს ვერ გაიგო უშიშროება ვერ გაიგო ბიზნესმენი ყველაფერი ძალიან კარგად იციან მაგრამ ეგ არის გახცნა ქვეყნის როდესაც შენ ის კი არ გინდა რომ დანაშაული არ ჩაიდინონ შენ გინდა რომ დანაშაული ჩაიდინონ და ის ადამიანი უკვე კომპრომეტირებული კაცი ხელში გყავდეს და ასეთი ხალხი გინდა გამგებლად მერად მოადგილედ ვთქვათ იმაში დეპუტატად და ასე შემდგომ და ხმას უარიღებენ და მონური მორჩილებით რო არიან სინამდვილეში შინაგანი ამბოხი აქვს მაგრამ არა ნუ ესე იგი ამის თქმა და რაიმე უჭირთ და ძალიან ძიმე მდგომარეობა მე ძალიან ვარ შეწუხებული იმის გამო რომ ინტელიგენციისადმი განწყობა როგორია ხალხში როგორ მინდა რომ ის იცოდეს ნონო გაფრინდაშვილმა როგორ მინდა რომ ეს იცოდეს რომან რურუამ ჩემგან ნათქვამი კი არა გავიდეს ხალხში და ნახო როგორ მინდა ეს ჩვენმა აკადემიკოსებმა იცოდნენ როგორ მინდა რომ ჩვენმა მწერლებმა იცოდნენ როგორ მინდა რომ ჩვენ ხელმძღვანელები ვინც არიან ამ უნივერსიტეტის რექტორებმა ნუ ამ პიროვნებამ მე უნივერსიტეტის რექტორები დამიხასიათა გეუბნებით რა ნუ ესე იგი რომ ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორს და მითხრა რომ ამის იმედი გაქვთ ჩვენებური კაცია ის იმედი გაქვთ რომელი პარტია გინდა 9 პარტია შემეც არ ვიცოდი ისო ხუჯერნა პატიმრებიო ისა 9 პარტია მოვლილი და ესენი არიანო და ამბობენ ესენი ზიანო ეკუას მუსხელიშვილის ადგილზე ესე იგი ვინ აკადრებდა იმასო სტალინის დროს ვერ უბედავდნენ ესენი მონები არიანო გაოცებული ვარ პირდაპირ აი უბრალოდ ხანდახან ძალიან მინდა რომ თქვა და რეალური სურათი იცოდეს ვინმე ვინც პირველი პირია ქვეყანაში და ვინც არ არის ვინმეს მორჩილი ყველა ბიზნეს მორჩილია და ამიტომ ახლა ბიზნეს მორჩილებს გინდა წოდნია და გინდა არა უნდა იცოდეს ბიზნესმენიშვილმა დარწმუნებული ვარ მან იცის მაგრამ ასაც აწყობს ეს იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მართავს ამ ქვეყანას და ამიტომ არის რომ პოლიციური რეჟიმი უნდა იყოს უნდა გააძლიეროს დიდი ხელფასები და ესენი უნდა იყოს პოლიციაში პენსიონერი მერე რა არაუშავს თუ არ ექნება მაღალი პენსია და აი ესეთი ბურბოლსოლში გადაგვიყვანეს უკვე ხალხში სადაც არ უნდა მიხვიდე გულისწყეთა ინტელიგენციის მიმართ დიდი პიროვნებების მიმართ და მე ხანდახან ძალიან ბევრმა იქ ახლა მატარებელში იყო თუ მატარებელის გარეთ ყველა მეუბნება გისმენთ ბატონ თემურ და თქვენ ზოგიერთ მწერალს და პოეტს ვაკებთო რაღაც ისინი და ნუ უბრალოდ აი გული გწყდებაო და თქვენზე გვეკარგება წარმოდგენაო აი კაცურად მითხრა თქვენზე გვეკარგება წარმოდგენა დაანებეთ ამ ადამიანების კებას თავი ესენი თავიანთ ოჯახებზე ფიქრობენ მარტო მე ვამტკიცებდი და დესაც ვამტკიცებ რომ არ არის ასე ყველგან რომ ინტელიგენციაში არიან ღირსეული ადამიანები მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ ის რაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ინტელიგენციას უკნა აი სწორედ რომ უკნა ეგეთი რამ მსგავსი რამ და ამას რო ვიტან ჩვენ და ვითმენთ მაგრამ ყველაზე დიდ ტანჯვაში ამის გამო ვინ არის ყველაზე დიდ ტანჯვაში ამის გამო არის ხალხი მე რო ის მიყვება მას რომ მასწავლებლები რას კადრულობენ აი ოჯახის წევრები რომ არიანო ახლობლები ამას გელაპარაკება ხალხი ღიად რას კადრულებენ არჩევნების დროს რო სკოლის დირექტორი აფთარი ხდებაო აფთარი ლამი შეჭამოს ესე იგი მისი თანამდებობა იმდენად უყვარს რომ ესე იგი ვინმე რო გაიგოს რომ სხვა საზრებს მას წაართმევს იმას პირადობის მოწმობას პასპორტს წაართმევს რომ არ მივიდეს და პირადობის მოწმობა ხელში რო ექნება ვისაც უნდა სასაული რამეები იცის ამ ხალხმა ყველაზე მძიმე მდგომარეობა იქნება მაშინ როდესაც ამ ადამიანებს მომავალი არ აქვს თუ ამათ არ შეცვალეს პოზიცია
ყოველთვის აქვს ადამიანს საშუალება როგორც მონანიება, სინანული, როცა არსებობს, ყოველთვის აქვს საშუალება რომ აი რაღაც თუნდაც გააცნობიეროს, რაღაც სერიოზული გამოვიდეს და გულახდილად დაელაპარაკოს, ხალხი ფეხქვეშ გაიგება, მართლაც ოღონდ ხალხის განწყობით უნდა იცხოვროს. ილია ჭავჭავაძე გენიოსი, პოლიტიკოსი, საკუთარი აზრებით და ხალხის გზნობებით უნდა ცხოვრობდეს. აი ასეთი ადამიანები უნდა ინტელიგენციაში. მეცნიერება პირველ რიგში ასე უნდა იყოს აწყობილი და პოლიტიკაში. და კარგად, ამ ხშირად გვითხოვამ ჩვენ, მაგრამ ეხლა ამას რიგითი კაცი რა თუნდა ამას ბევრი რამო გეუბნება კაცი რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი თითქმის ვინც იყო და ვინც აქტიურობდა ციხეშია. და მათი პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები ხმისამომღებები არ არიანო. გადათელეს ქვეყანაო, ხომ? საიდან მოვიდნენ ესენი? პოლიტიკაშიო. ასეთი ხალხი აწყობდათ ოპოზიციაშიო. ლიდერი ზის ციხეში. და პრაქტიკულად იციან რომ არაფრის გამო და ვინმეს დამოკიდებულების აი ისიც რომ სააკაშვილის მიმართ იყო და შეაქო და თქვა რომ სააკაშვილის მიმართ არაც არ ყოფილი ვარ კეთილად განწყობილიო ბევრმა იქ თქვა მაგრამ იმას უფრო მეტი ადამიანი იცავდა ვიდრე ყველა ლიდერი ერთად როზე ციხეშიო. და ამ დაჭერებით კიდე რამე შეიცვლებაო, ნუ ისინი ლაპარაკობენ და კიდე უფრო უარესი რა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაო ხალხი ლაპარაკობს ამას. სადაც არ უნდა წაყვიდეს, არ არის მარტო ზუგდიდისკენ მიმავალი მატარებლით და ან მატარებელში შექმნილი ისა ქუჩაში, სადმე გახვალ გეუბნებიან. სად არის ახლა ეს ხალხი, აი ისინი, რომელსაც ამდენი მილიონი უცბად გააცოცხლა, სად არის ის კაცი? სად არის ღარიბაშვილი გარეთ არის, უშიშროების მინისტრი ჩამორთმეული აქვს, პასპორტი არ წავიდნენ გარეთ, თქვა დანარჩენი ყველაფერი იმით არიან და რა კორუფცია, რის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ესე იგი ხალხი არის, ესე იგი აი ზომავს სწორად, პროტესტი აქვს სწორად, მაგრამ ამბობს იმას, რომ წაშალეს ინტელიგენცია, გაანულეს ინტელიგენცია. პარტიებს არავითარი ავტორიტეტი აღარ აქვს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიძულვილი უფროა, ვიდრე პატივისცემა, მაგრამ ირგვლივ სამარცხვინო მდგომარეობა, რომ ეს არის ქართული ინტელიგენცია ხალხი ლაპარაკობს. სოფელში, სოფლის თავკაცები იყვნენ, რომლებიც ღირსებით იყვნენ, გაჩუმებულია ყველაო. დაადუმეს. კაცი გეუბნება, ჩვენ სოფელში, ჯვარში, იმაში, ყველგან იყვნენ, ყველა უბანში ავტორიტეტები. რა ისინი ვინ მოკიდებდა ხელს და ვინ შეეხებოდა რამეს ისეთ რამებს ლაპარაკობენ დღეს ასე ლაპარაკობენ ერთმანეთში ვინმე რო დაიწყებს ლაპარაკს ასე მინდებენ ესა ბიძინა ივანიშვილი კარგად მითხრა ერთმა ბიძინა ივანიშვილი არის ჩემთვის ესო გაჩუმდი კატასტროფა ეხლა დღეს რეალურად ვიზე დგას იმ ხალხზე ვინც დიდ რამბებს უმღერიან ვინ არიან ესენი ვისაც უშიშროება უგზავნიდა 5,000, 10,000, 15,000, 20,000 მოითხოვა ვინმე ჩვენ რომ გამოვედით და ვთქვით რომ მოდით გამოდით ბატონებო და ყველა მოვითხოვოთ ჩვენ რომ ხვალ ვაპირებ ბატონ პაატა შუბიდიძესთან ერთად დავწეროთ აი ეს იმაზე რომ ჩვენ ვთავაზობთ ყველას რომ გამოქვეყნდეს სია იმ პიროვნებების რომელთა პაკეტები ნახეს უშიშროების მინისტრის ესე იგი სახში გამოქვეყნდეს სია ვინც ნულოვან აუქციონზე იყიდეს ვებერთელა ისინი და გახდა მილიონერი მილიარდერი ხალხის ხარჯზე ერთ სამუშაო ადგილი არ შეუქმნია ჯართად აქცია სამუშაო ადგილები გამოქვეყნდეს სია იმის ვინ დემურდვალიშვილმა რომ მიიტანა იმაში და ამას მოსმენელი ქონდა გაუცებული დავჭირა ამას უყურებს თქვა ამ Facebook გადაცემებს გარწმუნებული ვარ დღესაც უყურებს ეს პიროვნება ამ გადაცემას და ესე იგი მითხრა რომ აი თქვენ რო ჩამოთვალეთ ეს სამიო რატო არ გიერთება სხვა პარტიებიო და ბევრი რამ მე ხალხში რო გავდივარ და ველაპარაკები აი თქვა აი თქვენს იმას რო ვეუბნები ხალხი ამოძო სად არის სად უნდა ვნახოთ სად უნდა მოვისმინოთ მე მივხვდი რას ნიშნავს იგნორირება იგნორირებას აკეთებს არა მარტო ოცნება
იგნორირებას აკეთებდა არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, იგნორირებას აკეთებდა არა მარტო ესე იგი მოქალაქეთა კავშირი, იგნორირებას აკეთებს ყველა სხვა. მარტივი მაგალითი, აი აგერ ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია გამოაქვს მეცნიერთა კონგრესს. ინიშნება შეხვედრა, დარბაზი მინიშნებულია. 5-6 დღით ადრე ყველას დაეგზავნა პარტიებს, 30-მდე პარტიას გაეგზავნა სია გამოქვეყნებული, ვის გაეგზავნა, ყველა ტელევიზიას, ყველა გაზეთს, აბსოლუტურად პირადად მე ინგა გრიგოლიას, მალხაზ გულაშვილს, ძალიან ბევრინეს მე ჩაუგდე პირადად. თხოვნა და რამ. ერთი პოლიტპარტია არ მოსულა, ერთი ტელევიზია არ მოსულა, ერთი ჟურნალისტი არ მოსულა. მეტი რა არ იგნორირება. ვინმე თხოვდა რომ ჩვენ დაგვიჭირეთ ხარიო. ჩვენ თხოვდით რას? მოისმინეთ და რაც კიდე დაწერეთ, უგონ მოისმინეთ. აი რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ის 1200 კაცის სია ვიდრე არ გამოქვეყნდება და ის 1200 კაცს ვიდრე საზოგადოება არ შეაქცევს ზოგს და არ ეთქვის იმას, რომ შენ უშიშროებიდან დაფინანსებულო. შენ რა უნდა მოგისმინო? შენ სოროსიდან დაფინანსებულო. შენ მასონებიდან დაფინანსებულო. შენ რუსეთიდან დაფინანსებულო. შენ ბიზნესგან დაფინანსებულო. რა უნდა მოგისმინო? ვიდრე აქამდე არ მივარ ჩვენ და არ გვეცოდინება ყველა, ვის საიდან აქვს ეს ფული. საქართველოს დამანგრეველი გახდა ფული. არა უფულობა, არამედ ფული. ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა იგი წესიერი ხალხის ხელშია. საქართველოში არც ბიზნესმენები არიან გამდიდრებული წესიერად და უსინდისოდ გამდიდრებულმა ბიზნესმენებმა შექმნეს თავისნაირი პოლიტიკოსები და მეჟღანუაშვილების და ერთობა არის ყვარყვარეების. და მეჯღანუაშვილებს და ყვარყვარეებს და მათ ერთობას არ შეუძლია ქვეყანას პროგრესი მიცემ. საქართველო არის ამ რკალში დღეს. და ამ რკალს გვირგვინი დაადგა ბიზნესმენიშვილმა. ის გვერდში იკრებს ესორეთ ასეთ ბიზნესმენებს მას არ ჭირდება თქვათ აი ცნობილი ჩვენი ისინი არ აქვთ ცნობილი ბიზნესმენები, ვინც ყავდა 10-15 კაცი ყავდა ისეთი, რომ აი სოფლიო მასშტაბის აზროვნებით იყვნენ ისინი. ესეთები არ აინტერესებთ. მათ სწორედ მონური ფსიქოლოგიის ბიზნესმენებიდან პარლამენტი ასავსიან ხალხით. ჩვენ იმაზე უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ეს არ მოგვიდგენია. პოლიკარპე კაკაბაძე მართლა გენიოსი იყო. ყვარყვარეების ხელშია. მეჯღანუაშვილების ხელშია. ფულიც, ქვეყანაც, პოლიტიკაც დამონებული ყავთ მათ. პარტიებიც, პოლიტიკოსებიც, ინტელიგენციაც, მეცნიერება გაჩუმებული. როგორ ხალხო? ეს უნდა ვაკადროთ ჩვენ ქვეყანას? დღეს ბედნიერება კი მართალია, ეხლა ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ გურამ ქართველიშვილთან დაკავშირებით რო რაღაცაო თქვენ ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცო, მე დროს ვენდობი. დროს 10,000 რაღაც ის იყო, როდესაც 1000 ვინმე იქედან აქედან დრომ გაცილებით მეტად იმუშავა ჩემს სასარგებლოდ. მე ვიცი ბატონი გურამი როგორი პიროვნებაა და მე გული მწყდება იმაზე, რომ მას მე პირადში მივწერე და იმაზე არ გაცა და მე შევეცდები იმას, რომ შევხვდე და ვისაუბროთ. თუ არ ვისაუბრებთ ამაზე, მე გამოვიტან იმას მაშინვე, როგორც ეს დაწერა, რაც თქვი, იმიტომ რომ ბატონი გურამი არის პიროვნება, რომლის რაც არ უნდა მითხრას მან, მე ყოველთვის ვიქნები განწყობილი კეთილად, იმიტომ რომ ეს ის პიროვნებაა, რომელიც არ გაჩერდა, არ გაჩუმდა. არ ვიცი ახლა მე ვინ რა უთხრა იქ, კვირკველიამ რა უთხრა ტელევიზიაში და როგორ დაელაპარაკა, მე აზე არა ვარ ამ იმაზე. ან კიდე რა უნდა იყოს მეტი
პროგრამები, რაც მეცნიერთა კონგრესს აქვს დაწერილი, ყველა ნორმალური ადამიანი და ყველა ამის ისინი მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ არ იცის, კარგახანია არ ყოფილვარ არ შევხედავთ, მაგრამ თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ნახოს ეს და იმაზე დარჩეს, მე ის კაცი ვარ, რომელიც პატივისცემ დღეს ინტელიგენციაში სანთლით არის აძებარი ადამიანი, რომელსაც ამაღლება შეუძლია ხმის. გურამ ქართველიშვილმა შეძლო. მერე რა, მეც უშხა ვინმე შეეხება, შეძლო მან ეს. მაგრამ ის რომ მივდივარ არენიდან იმის გამო, რომ ყველაფერი ის არის, არა, ბრძოლა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გამორიცხული ეს, მარტოც რო დარჩე უნდა იბრძოლო. კი მეტყვის ეხლა რომ ჩვენ სხვა გზით ამისი არა. როდესაც ხალხს აქვს შენი ნდობა და შეგიძლია რომ ხალხი შეკრა. სხვას ნუ უყურებ, შეკარი. დარჩა ინტელიგენციაში რამდენიმე ასეთი კაცი. მინდა რომ ეს ხალხი რაც შეიძლება ეს პიროვნებები რაც შეიძლება ხალხისკენ დადგნენ და ხალხში დადგნენ. ის კი არა რომ ეს ხალხი რა ყოფილა, აი გვიდექი მიტინგზე და ასეთები არიან. ადამიანები დაამშიეს და დააუძლურეს და ბრბოდაქციეს. ძალიან კარგად ხედავთ, რომ ეხლაც ფულით მოყავთ სხვადასხვა შეკრებებზე ხალხი. რეალობა ეგ არის. უამრავია რამე მომისმენია მე ადამიანებისგან ისეთი რაღაც, მაგრამ არ გული კი არ კიდე უფრო მეტი მოტივირებული გავხდი. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი აქამდე მიიყვანა ამ ცხოვრებამ. და თუ არ მოგწონს დღეს მისი აზროვნება, ან თუ არ მოგწონს აშეძახილებს აკეთებს, ეს არის ბრალი ინტელიგენციის და ეს არის ბრალი მეცნიერების, ეს არის ბრალი ხელისუფლების. მე არ გავდივარ იმ შეფასებიდან, რომელიც მქონდა და ვამბობ, როდესაც ქუთაისში ვიყავი, მაშინ ვამბობდი, რომ თქვენ რასაც მირჩევთ, მე გავაკეთებ. თუ არ გავაკეთებ, რად გინდათ ასეთი მერი და თუ გავაკეთებ, ხალხთანაც თქვენც აგეთ პასუხი, რომ რატომ ირჩიეთ ცუდი. აქ მას ეხლა დღეს დიდ მასშტაბში გადამაქვს და ვამბობ, როდესაც მე ბატონ ალეკო ესე იგი ჩვენს აკადემიის პრეზიდენტს შევხვდი, ძალიან ძლიერი პიროვნება იყო და როცა შევხვდი მას თავხელიძეს, ბატონ ალიკო თავხელიძეს, მე მას უთხარი, რომ 92-13 წლებია. მე მას უთხარი, 12 წლის ბოლო 13 წელია. რაც ხდება ქვეყანაში, ამაზე მეცნიერებას ვაგისებ პასუხისმგებლობას მეთქი. მე როგორც ერთი რიგითი პიროვნება. როგორ მომითხრა? მე ვთხარი მარტივად. თუ თქვენ იმას ურჩევთ ხელისუფლებას, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, მაშინ მეცნიერება არ ყოლია მეთქი. და თუ თქვენ რასაც ურჩევთ ხელისუფლება არ აკეთებს, მაშინ რა გვინდა ესეთ ხელისუფლება? თქვით ხმამაღლა და გამოხდებათ ხალხი. დღესაც მიმართავ მე მეცნიერებს. თუ თქვენ იმას ურჩევთ ხელისუფლებას, რომ ასე მოეცდნენ მიწას, წყალს, ჰაერს, ითფოს, ყველაფერს, ასე გაყიდონ, დაანიავონ, მაშინ მეცნიერება არ ყოლია. თუ თქვენ ამას არ ურჩევთ და ამას აკეთებს ხელისუფლება, მაშინ რა გვინდა ასეთ ხელისუფლება და რატო არ იღებთ ხმას? მე ამ პრინციპს კიდე უფრო გავაძლიერებ და ყველგან გამოვალ. ვიცი, ბევრს ჩვენს კოლეგას, მეცნიერს, ხელოვნების მოღვაწეს გული ეთკინება. მაგრამ ვიმეორებ, ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ცნობილი მწერლის, ცნობილი თეატრალის, ხელოვანის ავტორიტეტი, ოღონდ ის უნდა ყოფილიყო ობიექტური. არა ხელისუფლების ფეხქვეშ გაგებული, არამედ ხალხის განწყობის გამომხატველი. მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე ნებისმიერ ხელისუფლებას. მე არ მინდა დავაკონკრეტო არც გვარები და არც ორგანიზაცია, მაგრამ ამ სიტუაციაში დღეს, რასაც პირად საუბრებში საუბრობენ, ზოგიერთ ორგანოზე შემიძლია თქვა და პიროვნებაზე, ისინი რო გამოვიდნენ და ეს ხმამაღლა თქვან,
ან შეცვლის ბიზნაევანიშვილის მთელი გუნდი იმ საქმიანობას და წავას ორი გზით, ან ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. აი თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ და ამას არ თმევთ საქართველოს. ამის გაკეთება შეუძლია მეცნიერებათა აკადემიას. ამის გაკეთება შეუძლია მეცნიერებს. ამის გაკეთება შეუძლია მწერლობას. ასე დროს უნდა იკრიბებოდეს მწერლობა და უნდა თქვან დავანებოთ თავი ერთმანეთს და გვიყიდიან მიწებს, გვიყიდიან იმას სადახართ. რატო არ იკრიბებით? გრანტებისთვის მივდივართ ხელისუფლებაში. მე ძალიან მძიმედ უნდა შეუტიო ჩვენი მრგოლებს, მე არ მესმის იმათი ვინც ლაპარაკობს ხელისუფლება იმდენად არის უხეში, რაისი უხეშობის უფლებასაც ვაძლევთ თქვენ მას. იმდენად არის თავხედი, რა თავხედობის უფლებასაც ვაძლევთ. ხალხმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხელისუფლებებს მისცა განუსაზღვრელი უფლებები და ამ უფლებებით სარგებლობენ ისინი. აბა ერთი წერლობა შეიკრიბოს და თქვას, რომ ამ ქვეყნის ბატონი ჩვენ ვართ, თქვენ ხალხი და ჩვენ ვართ ყველანი. და ასე აღარ გაპარპაშებთ ხელისუფლებას. შეიცვლება მეორე დღიდან. ანალოგიურის გაკეთება შეუძლია მეცნიერებს. ანალოგიურის გაკეთება შეუძლია თეატრალებს. და თქვენ ცალ-ცალკე გვინდა ჩვენ რომ კარგად ვიცხოვროთ? ვერ ვიცხოვრებთ. და უფალი დაგვიჟით ჩვენ იმის გამო რომ 90% ადამიანს უჭირს და თქვენ 1000, 1500, 2000 ლარს ხელფას რომ იღებთ, თუ რაღაცას რო გირიგებენ საჩუქრად ფულს, თუ პაკეტებს გიგზავნიან. სიკეთე არ იქნება ამ ოჯახებში. სიკეთე იქნება თქვენს ოჯახში მაშინ, როდესაც თქვენ იბძვით რომ ყველა ცხოვრობდეს კარგად. ხელისუფალი, მეცნიერი, ინტელიგენციის წარმომადგენელი, რომელიც იმისთვის კი არ იბძვის რომ ყველა ცხოვრობდეს კარგად, არამედ თვითონ თავის ცხოვრებას იწყობს, ის ყველაზე გაუბედურებულია, ის ყველაზე მეტად ესე იგი დაწყვლილია და მის ოჯახში სიკეთე არ იქნება. დავიჯერო რომ ფილოსოფოსებს თქვენ შათილიშვილის გამოსვლები მოგწონთ დღეს რაებს ლაპარაკობს თურმე ოლიგარქი მართავს ამერიკას. ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი გველაპარაკება რომ საქართველოში არ მართავს თურმე ოლიგარქი, ამერიკასმა ვინ გეკითხება? შენ თვითონ ხელის ბიჭი ხარ. რაებს წერენ? რა გინდათ ამ ქვეყანასთან? ყველამ ხო კარგად იცის რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებია და ეს ბიძინა ივანიშვილის აწონებთ თქვენ თავს რომისგანაც ფულს იღებთ ამ აი ეს ამეცნიერება. ესა ხარ ტელევიზიები რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეგერ გაზეთი მაქვს ქართული დღეს ბატონ მამუკა რეშიძეს ველაპარაკე და უთხარი ბატონო მამუკა მე მქონდა საუბარი აი ეგერ არის ჩვენი ისინი მეთქი რაც მქონდა ადრე წინ საქართველოს რო გამოვეცით გაზეთი იმაში რაც გვეწერა მიმართვა ხალხს, რასაც ვაკეთებდით, ველაპარაკე მეთქი ბატონ ირაკლი ბათიაშვილს და მითხრა რომ აი სასწრაფოდ 5-6 თვის წინ გავიდა 5-6 თვე არაფერი შეგრება. შევხვდი გიორგი გიაკობახიძეს პრემიერ-მინისტრის მამას და უთხარი რომ არ წავა ეს საქმე კარგად. ალექსანდროვის ბაღში იყო და ადრეს ჰქონდა და ისედაც ხმამაღლა მithkomს. ვეუბნებდი რომ შევიკრიბოთ, ვინ ვიყავით წინ საქართველოში, არა. ბატონ მალხაზ გულაშვილის მეცნიერებათა აკადემიაში შევხვდი. ამათ ყველას პატივს ვცემ. ერთად ვიყავით. თითი გავიჭერით და ძმობა დაუმტკიცეთ ერთმანეთს. ძმობა იმისთვის რომ იმ იდეების ერთგული ვიყოთ, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, თუ იმისთვის რომ ჩვენი ვიცხოვროთ კარგად. მე ამ დღეებში შევხვდი ქაბატონ ნინო ბურჯანაძეს და მასთანაც ჩვენ ძალიან გულახდილი და ესეც საუბარი ქონდა და უთხარი რომ სახალხო კრება ხომ იყო რა? ხო ვიყავით იქ. ხო ვაწერდით ხელს გადაწყვეტილებებს. ხო ვიღებდით ამას. ხო მოწონდა ხალხს. კი, ქაბატონ ნინო ის არის რომ მან თქვა რომ აი გაცილებით მეტი მხარდაჭერა რომ მიგვეღო ხალხში, არაფერი დღეს ეს რაც ხდება ქვეყანაში არ იქნებოდა, ამაში ვეთანხმები. მაგრამ ეს ხوار ნიშნავს იმას, ნუ იგივე აზრი აქვს მასაც და ამიტომ ამბობ, ეს იმას ხوار ნიშნავს რომ ჩვენ ვინც იქ ვიყავით მოიწყვეთ ცხოვრება ბევრმა? კარგად ცხოვრობთ? ესე იგი ჩვენ რისთვის ვიბრძოდით?
ჩვენ რომ მოგვეწყო ცხოვრება თუ ხალხის მდგომარეობა შეგვეცვალა ეს საკითხთა საკითხია რამდენიმე პიროვნებამ დამირეკა მე გვერდზე გამოვიტანე ჩემთან ესე იგი როდესაც ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილზე ჯერ რა გახდა ეს მისი ბანკი რომ მთელი ბანკირები მოიყვანა კი მაგრამ 20-25 წელი ამ ხალხთან მუშაობდი ვერ გაიგე და მე პრემიერ-მინისტრებად მოიყვანე და ქურდობის და ჯიბგირების მეტი არაფერი გაუკეთებიათ და იქ ლაპარაკობს იმაზე აი კახელი კაცი და აი უნდა ვიამაყოთ და აი ესეთი პრემიერ-მინისტრი და აი ესეთი და ესეთი და ასეთი და უკან ამავე დროს ღიმილი დგას პიროვნება რომელიც მაშინ პრაქტიკულად მეორე კაცი იყო პარტიაში დღეს ოპოზიციაშია და ღიმილით პასუხობ იმაშვება იმას რომ რა კარგია ვაქებენ ღარიბაშვილს ღარიბაშვილი თავშივე იყო უბედურება ახლა დღესაც ბევრი იმას მომოწონს მერტმა ხელი მოუმართოთ მაგრამ რა პრინციპით შეიძლება ეს ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი მაგრამ ამაზე არ არის დღეს ლაპარაკი ლაპარაკი არის იმაზე რომ რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილზე რომ აი ეს თუ არ ავირჩიეთ დაიქცევა ქვეყანა გახსოვს რაც გვეუბნებოდა იმაზე რა ქვია პრეზიდენტზე ბარგველაშვილს თუ არა წავალ საქართველოსთან და დაქტოვებ მშიერს და იმას ამას და შეშფოთებული დარბოდა ბევრი ეუბნებოდი რა შეგაშფოთვა წავიდეს ნეტავი დასულიყო და ვინმე ზგონია რომ დაიქცეოდეს ქვეყანა და ვინმე ზგონია რომ ვინმე იყო დავით აღმაშენებელს არ უთქვამს რომ მე ვარ ქვეყნის გადამრჩენიო და ისტორია ამბობს იმას რომ ჭონდიდელი და ძალიან ბევრი რამ და სისტემა ქონდა შექმნილი მას და ამის გამო და მთელი აკადემია შექმნა და ჩამოიყვანა მსოფლიო გენიოსები ჩამოიყვანა ესე იგი და გელაც აკადემია და რა ვიცი აამოქმედა ყველა აკადემია და ყველაფერი და ნუ ეს სისტემა შექმნა იმისა რომ ნორმალური ცხოვრება იმას არ უთქვამს რომ მე გადავარჩინე ქვეყანა აქ ესე იგია ავადმყოფური აზროვნება იმისი რომ პიროვნება რომელიც რეალურად ანგრევს აქცევს ფულზე ფულად აქცია ბიზნესად აქცია პოლიტიკა და პრაქტიკულად იყიდება საქართველო ამ ადამიანს ეძახიან მხსნელს იმავეც იმაში გამოდის ხვალ შეიძლება რომ ეს გამოვიყენო კიდევაც ეს გადაცემა არის ჩემი საავტორო გადაცემა და შეიძლება აი გამოვიყენო ამისინი გამოდის ყობახიძე და ამბობს რომ აი ჩვენ ახლა აი და მოყავს იმას რომ აი ასეთი ძლიერი და აი ეს ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი ვინც დღეს ყავდა და ვინც გვეყოლებოდა აი გიორგი გახარია რომ ეს არის გადარჩენა ამ ქვეყნის ეხლა დღეს ჯიბგირი აღმოჩნდა ერთ თვეში იმის გამოცხადებიდან ჯიბგირი აღმოჩნდა ერთ თვეში პირველი ნომერი იყო სიაში მაშინ რას ლაპარაკობენ უშიშრობის მინისტრზე უსუფთავესი უწესიერესი და ამ ხალხს როგორ უნდა ვენდოთ ამ ადამიანებს როგორ უნდა ვენდოთ და თქვენ ამათი გჯერათ მე დავწერე რომ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ვისაც ამ ადამიანების გჯერათ ქვეყანა ცხოვრობს სიყალბესა და კორუფციაში თუ ეს არ გვაქვს გაცნობიერებული მაგრამ ეს ხელისუფლების ბრალი არ არის მარტო ამ სიყალბისა და კორუფციაში ცხოვრების გამო ძალიან ბევრმა პიროვნებამ მოითმო ხელი ინტელიგენციაში და მეცნიერებაში და სხვაგან დუმილის ფასად ნეტავი ისეთი დუმილი იყოს მუხრან მაჭავარიანმა რო თქვა რომ დუმილი რეკავსო დადუმდნენ გაჩუმდნენ და სიმღერებს უძღვნიან და ძალიან ბევრ პიროვნებასთან რომელთანაც მქონდა რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები ინტელიგენციაში ცოტა ხმამაღლა და რა ის კი არ ვამბობ მაგრამ გული მწყდება იმაზე რომ ესე იგი პირად საუბრებში რას ეკაი ადამიანო რო დადიხარ ამ რეგიონებში ხალხი როგორ ცხოვრობს ვერ ხედავ ამას ადამიანურად იმდენ რამეზე ვარ გულდაწყვეტილი რომ იმდენ რამეზე აი ხანდახან ვფიქრობ იმას რომ ესე იგი რატომ მოხდა ასეთი გაცივება ადამიანებისა ერთმანეთის მიმართ რატომ მოხდა ის რომ ადამიანები რომლებიც ამერიკას გაიძახდნენ ევროპას გაიძახდნენ უცბად ერთ დღეს ამერიკა ევროპის მლანძღოლები გახდნენ
დაიყოლი ეს ხალხი. საქართველოს მოსახლეობის დიდ პროცენტს დღეს რომ მკითხო, ვინაა ჩვენი მტერი გეტყვის ამერიკაო. აბსურდი. გეტყვის ევროპაო, აბსურდი. ევროკავშირი ამათ გონიათ მე ვეუბნები, კაი, არ მოგწონს ევროკავშირი. გერმანიასთან ხარ კარგად? რა გერმანია შენი ხეს საკრავი ის ქვეყანაა შენთვის? კარგი, საფრანგეთთან ხარ კარგად? ინგლისთან ხარ კარგად? ავსტრო-უნგრეთის სახელმწიფო იყო თელი ევროპა. რომელიმესთან ხარ? ავსტრიასთან ხარ კარგად? აქ საქართველოში ყოფილი კომკავშირული მუშაკებს კიდე კაი ჟიულის შარტავა ცოცხალი არ არის, თორე ესე იგი მიწასთან ასწორებთ. უნგრეთის კომკავშირის ეგას პირველი მდივანია, ვინც არის დღეს პრეზიდენტი უნგრეთის. ის მოგწონდა გიყვართ. ჩინეთის კომუნისტური პარტია გიყვართ. და უნგრეთის კომკავშირის ეგას პირველი მდივანი გიყვართ. რატო? იმიტომ რომ სკამები შეინარჩუნოთ. და საქართველოში დღეს ჟიული ჩარტაბა რო იყოს, სოციალური კომსომოლას დაუძახებთ. ორბანი კარგია. მე იმ ხელისუფალს დაუჯერებდი, რომელიც იტყოდა, რომ ევროკავშირს აქვს თავისი ისინი, მაგრამ მე ვხვდები გერმანიის კანცლერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, საფრანგეთის პრეზიდენტს. ამხავს ერთი მაჩვენეთ, ვისთან გქონიათ შეხვედრა, ვისთან გაქვთ ნორმალური ურთიერთობა. კარგი, არ მოგწონთ ევროკავშირი. მე ხო ის პიროვნება ვარ, რომელიც ამბობდა, რომ მე შვეიცარიული მოდელის მომხრე ვარ, რომ არც ნატო, არც ისად მე იმისი ნეიტრალური საქართველო არ იყო კიდე ეს. და ვამბობდი იმას, რომ მე ყველგან მიწერიეს კონსტიტუცია რომ მიიღეთ იმის შემდგომ თქვი, რომ რადგან მე მორჩილი კაცი ვარ და ჩემ პოზიციაზე ვრჩები, რომ საქართველოს მომავალი არის, რომ მე დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვარ და სხვა ქვეყნის ჯარი ამ ქვეყანაში არ უნდა იდგეს. ხმამაღლა და ყველგან ვერ ნახავთ ჩემს, ყველგან მაქვს ხაზგასმული, რომ შვეიცარიული მოდელი და თანაც რას ვამბობდი, შვეიცარიული მოდელი პროგრამაში მიწერია ჩვენი პარტიის, შვეიცარიული მოდელი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გერმანიასთან. რატომ გერმანიასთან? ვასაბუთებდი, რომ გერმანია უსმენს ამერიკა და გერმანიას უსმენს რუსეთი. ჩვენ გვჭირდება ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. ევროპა მიყავს, ანუ ევროპის წარმმართველი იყო გერმანია. და მე ვამბობდი, რომ ჩვენი ამოცანა შვეიცარიული მოდელი, მაგრამ კარგად გერმანიასთან, იმიტომ რომ მიყავს მთელი ევროპა, ამერიკა უსმენს, რუსეთი უსმენს. და სოფლიოში მიმობნეულ საქართველოდან წასულ ებრაელობასთან ეს დაამატა მე ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ევროპული ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და გვირჩიეს დაამატეთო. ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით ამაზე და მე დავეთანხმეთ იმას, რომ არა ისრაელის სახელმწიფოსთან, არამედ სოფლიოში მიმობნეულ, თქვათ და განსაკუთრებით საქართველოდან წასულ ებრაელობასთან და ეს იყო ჩვენი მოდელი. კი თქვენ კაი ადამიანის შვილებო, თქვენ მაშინ გაიძახდით ამერიკა, ევროპა. მე მებრძოდით იმის გამო, რომ ეს არ არის სწორი, რომ შენ რასაც ამბობ, დღეს გამოდიხართ, რომ ევროპა და ამერიკა არის მტერი და ხელშეკრულება ჩინეთთან ყოფილა კარგი. კომუნისტური ჩინეთთან. უნგრეთის კომკავშირის სეკას პირველი მდივანი ორბანი ყოფილა კარგი. ირანთან ურთიერთობა ყოფილა კარგი. თურქმენეთთან ურთიერთობა ყოფილა კარგი. არაბული ქალაქების შენებლობა ყოფილა კარგი. დავით აღმაშენებელი ხომ გადააბრუნეთ საფლავში ალბათ. როდის ხართ მართალი? როცა აქებდით ამერიკას და ამბობდით, რომ ამერიკა. თუ დღეს მე ისეთ პიროვნებები ვნახე, რომელიც ამას ლაპარაკობენ, გაოცებული ვარ პირდაპირ. და როცა ველაპარაკე, აი გითხარით წეღან, რომ რამდენიმე ისინი დაურეკე, მე ვთხარი, ხო ხარ წინ საქართველოში ხო ვიყავით ერთად? და მოდი ახლა ბატონ მამუკარეშიძის ვლაპარაკობ, მე ვთხარი და დამპირდა, რომ შეუძლოთ ვარ და ნუ ალბათ ამ კვირაში თუ არა, ალბათ ამ კვირაში შეიძლება პარასკევს თემას დავждეთ და დავილაპარაკოთ.
ხელი ხომ მოვაწერეთ იმ დოკუმენტებს? კი რა, ხელი რომ მოვაწერეთ რატომ? აი იმის მერე რა, ბევრი იმ სიაში ვართ როგორც ჩანს. ხართ იმ სიაში. მე კაცი ვარ და კაცად დავრჩები. მე არავის არ გავიყიდები და ვერავის ვერ მივეყიდები. და დღეს თვითონ შიგნით ბიძინა ამანიშვილის გუნდში რო არიან პიროვნებები, ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ არაერთი და ორია, რომელსაც ჩემთვის უთქვამს, ეხლა ვიყო ოპოზიციაში, მეტი არაფერი არ მინდა ვვითხრა. ასეთი სუსტი ხელისუფლება ქვეყანას არ ყოლიაო. თვითონაა ხელისუფლების ის. რატომ? იმიტომ რომ გამყიდველებია ძალიან ბევრი. თურმე ებრძოდნენ გამსახურდიას, იმიტომ რომ გამსახურდიამ არ მიცა პოსტები. ებრძოდნენ სააკაშვილის, იმიტომ რომ სააკაშვილმა არ მიიკარა გამსახურდია, რა არ მიიკარა, სააკაშვილმა არ მიიკარა. შევარნაძემ არ მიიკარა, ებრძოდნენ. ან კიდევ ვინც ყველასთან რო კარგად იყო, ყველასთან, როგორ შეიძლება ეგეთი რამე? აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო ისინი არიან, ხო ესენი საერთო რო არა აქვთ, ისეთ წარმომადგენლები არიან ხელისუფლებაში არა, რომ მოყვეთ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, აბსოლუტურად რადიკალურად სულ სხვადასხვა მიმართულების პიროვნებები არიან, ხო? ყველასთან კარგად როგორ იყავენ? მე ვიცი პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი პოსტებით იყო რუსეთის საელჩოს მიმართულებით და მესტიერთა კონგრესში შემოგვიერთა, მოვიდა თავიდან და მე რო აღარ მოვიდა, აღარ შევეხმიანეთ და ნუ იცი რა, და მე აღმოჩნდა რომ თქვათ მისი შვილი, ზალი, ყველა რაღაცა წავიდნენ, წამოვიდა რაღაც თანამდებობებზე და ამ რამდენიმე ხეს შევხვდი და უთხარი რა ბიჭო, შენ რომ მოდიოდი მაშინ ლაპარაკობდი იმას რომ ეხლა დღეს რა ვქნაო კაცო, ჩემი ბიჭი ასეა და ჩემი რძალი იქ არის და ელჩია და ისის ნუ თურმე რა ყოფილი აქ? აი ვინ მოწონს ბიძინა ივანიშვილს? მე როდესაც ლაპარაკობ, ფაქტებზე დაყრდნობით ლაპარაკობ. ბევრი რამ წინ მაქვს კიდე სათქმელად. ფაქტებზე ვლაპარაკობთ იმას რომ ესე იგი ვინც ბიძინა ივანიშვილის დღეს აი ვერტიკალში არის, ყველა მონური ფსიქოლოგიის ადამიანია. ამით მაინც მოხდა ლუსტრაცია ქვეყანაში. მონის გარდა დღეს შინაგანად რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს მოწონდეს, მე ხელისუფლებაში ასეთი მგონია 4-5% თუ შეიძლება იყოს. და ის გაუნათლებლობის ბრალია. 95% შინაგანი პროტესტი აქვს, მაგრამ არის ეს არის მონობა. მეტი არაფერი არ არის მონობა. ეგ არის მონობა. ამით თქვენ არა ღუპავთ, არა მარტო თქვენ შვილებს და თქვენი შთამომავლობას, თქვენ ბიძინა ივანიშვილსაც ღუპავთ. ბიძინა ივანიშვილს რომ დერვიშები, ანუ მართლის მთქმელები რო ყავდეს, გვერდით. დარწმუნებული ვარ, ამდენ რამეს ვერ გაბედავდა და ვერ გააკეთებდა. 21 საუკუნის საქართველოს ბიძინა ივანიშვილს 21 საუკუნის საქართველოს ბიძინა ივანიშვილის პატიობს იმდენს, რომლის მიასეცაც არაპატიებდა დავით აღმაშენებელს. რატომ? იმიტომ რომ მან შეძლო მონები მოიყვანა. დავით აღმაშენებელი ამას არ იკადრებდა. აი ესაა განსხვავება მეტი არაფერი. ამან სანთლით ეძება მონები. დავით აღმაშენებელი ჭყონდიდელს ეძებდა. და იოანე პეტრიც ჩამოყავდა. მართლის მთქმელები. და წიგნიერი კაცი იყო, თვითონ განათლებული კაცი იყო. წმენის კაცი იყო. ჩვენ ვებრძვით საქართველოში, ვებრძვით შედეგებს და არა მიზეზებს. მიზეზი არის დუმილში. ერთ-ერთი მიზეზი არის დუმილი. ინტელიგენციის დუმილი. რომ ინტელიგენციამ მიატოვა ხალხი. რომ ინტელიგენციამ დაივიწყა, რომ ინტელიგენტი არის ის, ვინც
ხელისუფლებას კი არ იცავს ხალხისგან, არამედ ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. ძალიან მინდა რომ მე ვიყო იმათ რიგებში, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. მე ძალიან მინდა რომ ვიყო იმათ რიგებში, ვინც არ აძლევს ვინმეს უფლებას რომ იწა გაიყიდოს. ეს იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი მთელი საქართველოს მოსახლეობის, რომ არაბული ქალაქები აშენდეს საქართველოში. ეს იქნება საშინელება ჩვენთვის, საშინელება. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია, რომ საერთაშორისო შემოწმება ჩატარდეს, რა იყო ის წყალი, რა იყო შიქშერეული, რომელსაც ამის ეშინია, ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. თუ მართალი ხარ, რატო გეშინია? რატომ გეშინია თუ მართალი ხარ? და რა თუნდოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიღაცა მითხრა ამისინ ძალიან მომეწონა ეს ნათქვამი და მე თუნდაც მომწონს ეს ნათქვამი, რად გინდა შენ ხალხს, შენ ქვეყანას, რუსთაველის პროსპექტზე, ქალაქის ცენტრში, შუა ზამთარში, დეკემბერში ასხამ ცილწყალს. კიდე რას ურევ შიგნით? ცხელი წყალი რო შეურიო, რომ ითხრა, იგი იმისიც უნდა გითხრა, რომ არ უნდა შეგერია არაფერი თქო. რატო შეურიე რამე? თუნდა თაფლი შეგერია, ღვინო შეგერია, ჩაი შეგერია რამე, რატო შეურიე რამე? რატო გჭირდებოდა რაღაცის შერევა? რაღაც მიზანი იყო ხო ამ შერევაში? რა თუნდა ამას ეხლა? ზედმეტი ლაპარაკი ამას რო ამართლებთ, რომ ის კი არ შეურევია საწამლა. რატომ შეურია რამე? ნორმალური ხელისუფლება საქართველოში მაინც შუა ზამთარში თავის მოქალაქეებს ცილწყალს არ მიასხავს. არ მიიყვანს საქმე საკამდე. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი? და სხვაში მტერს რო ვეძებთ, დღეს ეხლა გამოდის და ნაციონალური მოძრაობა ყოფილა თურმე ყველაზე რუსული. ისინი ამბობენ ეს ხელისუფლება რუსული. ნუ ორივე მართლები ხართ თქვენ. ორივე. ნაციონალურ მოძრაობამ მთელი ენერგეტიკა მიყიდა რუსებს და თქვენ პრაქტიკულად ქვეყანა გაუგეთ ფეხქვეშ რუსებს. დავპირისპირდეთ რუსეთთან, სისულელია. ფეხქვეშ გავეგოთ, სისულელია. თქვენ დაპირისპირების გეშინიათ, სწორადაც ფეხქვეშ როეგებით, ეს გონიათ თქვენი ღირსება. და მე არც ისეთი რუსეთი მინდა, რომელსაც ფეხქვეშ გაგებული საქართველო უნდა. სხვა საუკუნეა. ღირსეული ხელისუფლება რო ყავდეს ამ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც არ წავიდოდნენ ამ გზით. ხელისუფლება ყავს ქვეყანას დღეს, რასაც უნდა რუსეთს, პირველ პირთან ურთიერთობა კი არა, 100 საფეხური თუ არის რუსეთის პრეზიდენტამდე, 10 საფეხურს ზემოთ ჩვენი ხალხის ურთიერთობა იქ არ მიდის. აი ვინ მართავს დღეს ქვეყანას და ვის უსმენენ? და ანალოგიურია სხვაგანაც. რა თქმა უნდა მე იმ ადრიგებს არ ვეკუთვნი ეხლა რომ აი იმაში რო ჩავიდა თურქმენეთში და პუტინთან ერთად სურათი რატო მაშინ გაეროშიც არ უნდა ჩახვიდე. იქაც შეიძლება დაგვხდეს პუტინი ან ლავროვი. ეგ რა სისულელია. აი ამაშია მთელი ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი აი ამით არის გამოდის და ლაპარაკობს დღეს იმას რომ აი კობახიძე სურათი გადაიღო იქო. მე გეუბნებით რომ ეს ხელისუფლება რუსულია, მაგრამ იმით რომ სურათი რო გადაიღო ამით არ არის. თქვენც რუსული იყავით. ვინ თქვენ გაგზარდათ ის პუტინის მრჩეველი იყო. და ვიზეც ამბობ თქვენ რომ იმან გაქცია თქვენ ყველაფრად ის, მაშინ არ ამოგიღიათ ხმა, არ ლაპარაკობდით ამას. თქვენ ხდებოდით ვისაც საჭირო იყო ლავროვს და ყველას. ნებისმიერ ვინმესთან უნდა იყოს შეხვედრა და საუბარი. დღეს ნატოზე უარის ხმაზე ის დაიყოლია საგერ. როგორც გადმოცემენ ახლა იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ამისთვის დაიწყო ომი. და ის ეთანხმება იმას, რომ კი ბატონო უარს ვიტყვი ნატოს შესვლაზე. და მზად არიან რომ შეხვდნენ ერთმანეთს მტრები. სხვანაირად ეს ვერ მოხდება. ეს ძველი ტრადიციაა ასეთი, რომ ორი სახელმწიფო ორ ომს ვიდრე დაიწყებ და ჯარების წინ
ხედავთ, თავები ერთმანეთის წინ ჯდებოდნენ, იქნებ იქ რაღაცაზე მოელაპარაკნათ. აქ ჩვენთან ვინმესთან შეხვედრა გამორიცხულია, ერთნაირად მოწინააღმდეგეს ვერ ხვდებიან, ტელევიზიაში მოწინააღმდეგები ვერ ლაპარაკობენ. ქუჩაში რო გადიან, თავის ხალხი მოყავთ იქ და იქ სხვა ვინმე არ შეიძლება რო იყოს. და ქვეყანა გადააქციეს აი მონური ფსიქოლოგიით. ბრბოდ ვაქციეს ყველანი ჩვენ. პრობლემები, ყველა პრობლემა არის ქვეყნის შიგნით. ჩვენ არ გვაქვს პრობლემები ქვეყნის გარეთ. და ქვეყნის შიგნით თავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ ყოლია განსაკუთრებით 92 წლის შემდგომ და რაც პერიოდები გადის, მით უფრო უარესდებელ მდგომარეობა არ ყოლია ეროვნული ხელისუფლება. ეროვნულ ხელისუფლებას დღეს ამ სიტუაციაში სასწაულის მოხდენა შეუძლია საქართველოსთვის. ხორბალი აღიარეს, რომ ხორბლის ქვეყანა რო ვარ, ჩვენ ეს აღიარა იუნესკო. რამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობთ? აღიარა, ახლა ყველა იბრალებს. ყველა. და ისეთი რამე ჩაგვიწერა იუნესკომ შიგნით, რომ უნდა შევწხვეს, ხო? ჩვენ ამას ვაღიარებ და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევყავს იმის გამო, რომ საქართველოში ხორბლის კულტურას არ უფრთხილდებიანო და საშიშროებაა, რომ დაიკარგოს ეს ვებერთელა ტრადიციაო. წაიკითხეთ კარგად. და ამის გამო რომ დავიცვათ ესო. ქვეყანა კი არა, ქართული ხორბალი და როგორ დაწერეს ტრადიციები, ხორბლის წარმოების ტრადიცია შეიტანეს, ესე იგი იუნესკოს, ანუ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. და შიგ ტექსტია ესეთი, რომ ტანში გაგწრის. ოტი ესელიანმა გენიალურად თქვა, რომ ქვეყანა რომელიც თავის სარჩენ პულს ვერ აწარმოებს, მათ ხოვარია რა არისო. საქართველოში და ლაპარაკი არ არის მარტო იმაზე. აი დღეს მივედი და ერთ-ერთ მაღაზიაში 7 ლარი ღირს პური. 7 ლარი. და ვეუბნები რომ რომელი ხორბლისაა ეს? ქართულია, არა ქართული ჯიშია. არაფერი არ იცის. ეს გამყიდველის ბრალია? სისტემის ბრალია ქვეყანაში. შედით სადაც გინდათ. მე მაგალითად ყველას ვეუბნები რომ შედით და იკითხეთ, თუ არ არის წითელი დოლი, თუ არ არის ქართული ჯიში, არ იყიდოთ. და პასუხი უნდა აგოს, ეწეროს იქ, რომ ეს არის ქართული ჯიში. ხმამაღლა ვამბობ, რამდენი ხანია 10 წელია მეცნიერება მიმართეს ხელისუფლებას და უთხრეს, რომ ვინც აწარმოებს ორგანული პროდუქტებს, ვინც აწარმოებს ქიმიის, ესე იგი, გარეშე, სასუქების გარეშე, ვინც აწარმოებს, აი იმას არ გადაახტევინოთ მიწის გადასახადი, მაგრამ კონტროლი გაამკაცეს, რომ არ მოგვატყუილოს. ჯამთელს გავხდით ქვეყანას. რატო არ კეთდება? როდის ითქვეს პირველად 20 წლის წინ? მეცნიერებმა თქვეს 20 წლის წინ. 20 წელია ამას ითხოვენ მეცნიერები. მარტივ რამეს. თანაც ჩვენ ხوار მოგვიგონია ეს. დავით აღმაშენებელის ჰქონდა კანონი, ვინც მიწას ამუშავებდა, მაშინ სასუქისად იყო. ვინც მიწას ამუშავებდა, იმას არ ახტევინებდა 4-5 ჯერ ნაკლებ გადასახადს იმასთან შედარებით, ვინც მიწას არ ამუშავებდა. ეს არის დღეს მსოფლიო ეკონომიკის საფუძველი და საფუძველი. მიწები იყიდეს, არც დაუხნავთ, არც მოუთესავთ არაფერი, როცა მოდის ეხლა დრო და ყიდიან. გადაიხადეს კაპიკი, ყიდიან $100. ამას ქვია რა? ეს არის ეკონომიკა. ჩვენ დღეს რეალურად მე ვამაყობ იმით, რომ მეცნიერთა კონგრესს ისეთი პროგრამები აქვს დადებული. წუხვარ იმას, რომ არ იციან ეს. და აი აგერ მაგალითი და ამით დავასრულებ იმაზე, რაც იყო, რომ აი აგერ მაქვს 3 რამ, რომელიც ეხლა როდესაც შედგა ეს ჩვენი კონგრესი ეროვნული თანხმობის კონცეფციის თაობაზე, იქ დაურიგდა დოკუმენტები. რა დოკუმენტები დაურიგდა? ნუ გასაგებია ეხლა ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა დარიგდა აი ეს ფურცელი, სადაც ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება, ეს 150 კაცი ვინც ესწრებოდა, იმათ დაურიგდა ყველას და კიდევ შემდგომ სათაურით, აი რა წინადადებები უარყვეს პარტიებმა.
და წერილი რომელიც ბიძინა ევანიშვილის გაეგზავნა და პოლიტიკურ პარტიებს 2016 წელში 2020 წელში ესენი დევს უკვე საიტზე მე ხვალ გამოვიტანო მას ყველას გექნებათ საშუალება რომ ერთად ნახოთ ყველა ეს დოკუმენტი და უბრალოდ მე ამ დოკუმენტებს აი კიდე მეორე დოკუმენტი აგარ რა პრინ საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ხავს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ ეს ქვეყნის ოქროს ფონდია რა პრინციპებზე დაყრდნობით იქნება პროფესიონალთა საპარლამენტო გუნდი აი ეს არის მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია ამას თავის ძოზე ხელი მოაწერეს ამირან აფციაურმა დოქტორმა რეზო ბალანჩივაძემ ჯუმბერ ბოლღაშვილმა რამაზ გახოკიძემ ანზორ თოთაძემ ჯუმბერ კოპალიანმა მანუჩარ მაჩაიძემ რამაზ ამიჭეიშვილმა ლუარა ნიჟარაძემ ლევან ოდიშარიან გიგია სიგუამ ვახუშტი ფარცვანიამ პაატა შავაძემ თეიმურა შაშიაშვილი ვახში ჟვანია აი პრაქტიკულად ესენი აი მეცნიერთა კონგრესის ესე იგი აი როგორც საწყისებთან ვინც იყვნენ ის ადამიანები არიან აი მათ და მეორე და მესამე დოკუმენტი ეს არის ისაც მერაბ ბერძენიშვილს ზეზო ჩხეიძეს ანზორ ვირქომაიშვილს უნდა და ერთი მართალი ტელევიზია აი თქვა იმის მასთან დაკავშირებული პროგრამა ვინც წაიღო 4-5 კაცი შემოგვეხმიანა და გითხრა რომ ესო მართლა იმ პერიოდშია დაწერილიო 10-15 წლის წინ ვეუბნები და ბარა გატყუებთ ხაც რას ამბობთ თქვენც არ მოგიდგენიათ 21 საუკუნეში 20 წელია მეცნიერები წერენ ამ პროგრამებს და დღეს 20 წლის მერე ადამიანი გვეუბნება ბიჭო ეს პროგრამა გვიდებს და ამას არ ვაკეთებთო თქვენც არ მოგიდგენიათ ხალხო ადამიანებო ჩვენ რო შევძლოთ ეს რომ მივიტანოთ ხალხამდე 5-6 დღით ადრე მე ხომ მოგმართეთ თქვენ და ტელევიზიითაც გამოვედი და Facebook-ზე დევს და მოგმართეთ და იყო ასეთი რამ მოგვეხმარეთ რომ ვისიცნობთ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, პარტიებს მიაზვინეთ ხმა რომ მოვიდნენ ამ კონგრესზე. ძალიან ბევრმა პიროვნებამ იკითხა მე ეს კაცი თუ ესრებაო. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე მითხეს თუ ესრებაო. ნუ მე ვთხარი რომ არ დასრებია მეო მივაწვინეთ მამასო. მეორემ თქვა რომ აი ყველას მივაწვინეთ, ნუ რამდენი 1-7-8 პარტიის და დაგვირეკეს გადაამოწმეს თუ ესრებოდნენ. არ დასრებიან ბატონებო. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა რომ გოგლა ჟვანია მოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა რომ პაატა შუბიდიძე მოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები რომ 7-8 კაცი მოვიდა პირველი პარლამენტის. ბატონი თენგიზ დიხამინჯია და არა მარტო ეს. სხვადასხვა მოსაზრებები შეიძლება გქონდეთ ადამიანებს, მაგრამ იმ დარბაზში ერთი 7-8 პოლიტიკურ 7-8 ესე იგი პარლამენტის სხვადასხვა დროის პარლამენტის წევრები იყვნენ. განსაკუთრებით პირველი პარლამენტი ჭარბობდა, მაგრამ სხვა პარლამენტების და მოვიდნენ ამავე დროს თქვა აი ბოლო პერიოდის სასამართლოს თავმჯდომარე იყო ვინც დანიშნა ესე იგი მიხეილ სააკაშვილმა პირველი კოტეკემულარია ისიც და ნუ აი ძალიან ესე იგი როგორც იტყვიან სულიად სხვადასხვა იმის ადამიანები იყვნენ რა ნუ აი პოლიტიკური გუნდებიდან მომავალი პოლიტიკური პარტიები იყვნენ ჩვენ მოვილაპარაკეთ და ვინ წაიღო ეს დოკუმენტები რომ მივეცით ყველას ყველამ თქვა რომ ჩვენ ამ დოკუმენტებში რაც გიწერიათ ვიზიარებთ ყველაფერს აი ხო შეიძლება თურმე რომ დავსხდეთ დავილაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილი რამდენი წელია უკვე 11 წელში გამოვიდა ხო 14 წელია ერთხელ არ შეხვედრია აი რომ ერთად როგორც ხდება ხოლმე ნორმალ დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ერთად თუნდაც პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით იმის გარეშე რომ შე დათათფირებოდნენ ერთმანეთს ესეც კი არ გაკეთებულა ამას რა ვის ვაბრალებთ პოლიტიკური კულტურა ხო მოკალით ქვეყანაში ყველაფერი ხო ფულს დაუქვემდებარეთ მაგრამ მაინც საქართველოს წავას ორი გზით არა ფულის უფლების ქვეყნის გზით არამედ ნიჭის ძალაუფლების გზით აი ეს არის საქართველოს მომავალი საქართველოს ჭირდება არა კუჩის რევოლუცია არამედ საქართველოს ჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია მიუხედავად იმისა რომ მე მწარედ და მწვავედ ვილაპარაკე თქვათ ინტელი მე ვხედავ ადამიანებს რომელთაც შეუძლიათ რომ თვალებ ახილებული იყოს საქართველოს მოსახლეობა ამას ჭირდება ერთი ტელევიზია ამას ჭირდება 20-25 კაცი და ამას ჭირდება 500 კაცი რომელიც 100-150 200 ნუ ზოგი 300-ზე მეტი არ არის საჭირო ამ ტელევიზიისთვის აკეთებს როცა 300 მილიონს ხარჯავს $3 მილიონ ხარჯავს
ერთ თვეში პირველი არხი და 2 მილიონს ხარჯავენ დანარჩენ მთელ თვეში 100,000 ლარად შეიძლება საქართველოს ჰქონდეს მართალი, სწორი, ადამიანური და ქვეყნის გადამრჩენი ტელევიზია. აი ეს მომავალი. არავით არის საშიშროება. ამ ქვეყნის მომავალი არის ინტელექტუალურ რევოლუციაში. ფულის უფლების ქვეყანა უნდა დასრულდეს. ქუჩის პოლიტიკოსების ქვეყანა უნდა დასრულდეს. გონება დაკარგული პოლიტიკა უნდა დასრულდეს. პოლიტიკაში გონება უნდა დასრულდეს. და სისტემური აზროვნების ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. ვერც მილიონერი, ვერც მილიარდერი და ვერც ქუჩის ბელადი ვერ გადაარჩენ საქართველოს. საქართველოს გადარჩენა არის განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაში. რწმენა და განათლება, ინტელექტი. ნებისმიერ ადამიანისთვის 4 რამ არის, რომელზეც მე არნახულად ვარ ორიენტირებული. ინტელექტი, ენერგია, გაბედულება და წესიერება. წესიერების გარეშე პირველი სამი კიდევ უფრო დამანგრეველი ხდება. როდესაც ყველა ქართველი გააცნობიერებს, რომ თავარი საზომი ინტელექტთან, ენერგიასთან და გაბედულებასთან ერთად თავარი საზომი არის წესიერება. როდესაც ქურდებიც კი და მაფიოზები, ისე როგორც თავის დროზე იტალიელებმა გააკეთეს, იტალიელი მაფიოზები შეიკრიბნენ და თქვენს რომ ჩვენ კი ვართ მაფიოზები და ქურდები ვართ, მაგრამ ჩვენ თუ ღირსება გვაქვს, ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა წესიერი ხალხი უნდა იყოსო და ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა წესიერი ხალხი უნდა იყოსო. აი ეს არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ქვეყანას აკლია დღეს. ქურდს უნდა რომ ქურდული ხელისუფლება ყავდეს. ნაცვლად იმისა რომ წესიერი უნდადეს. და ადამიანს რომელსაც არაფერი არ აქვს, საჭმელი არ აქვს სახში, წესიერი კაცი კი არ უნდა ხელისუფლებაში, რომელიც საჭმელსაც მიცემს და საჭმელსაც, არამედ ის, რომელიც პურს გადმოუგდებს ზაღლივით, იმას ირჩევს. იმიტომ ცხოვრობთ ეგრე. კარგად გავიხსენოთ დიმიტრი უზნაძის ნიტყვები. ჩვენ გლახები იმიტომ კი არ ვართ, უნიკალური გამონათქვამია. ჩვენ ცუდად იმიტომ კი არ ვცხოვრობთ, რომ გლახები და მონები, ესე იგი ჩვენ გლახები და მონები ზე აგებული იმას, რომ ჩვენი უბედურება იმაშია, რომ ესე იგი ჩვენ ცუდად ცხოვრობთ იმიტომ, რომ გლახები და მონები ვართ. რომ გლახა და მონა არ უნდა იყო. თუ გინდა რომ ქვეყანა შეიცვალოს, აი ეს წიგნი, აი ეს ყველაფერი ბოლოშია აქ მოცემული, ამ იმაზე სასწაულად არის ჩამოყალიბებული, რომ როგორი უნდა იყოს, აი ამ იმას რო გადახედავ, გული აგენთება იმაზე, რომ აი ვთქვათ როგორი ის უნდა რომ იწყება იმით, რომ თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენებიო. სვისი თავით კი არ უნდა დადიოდე. საქართველოს უბედურება არის გარედან მართული ხელისუფლება. არც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს არ აქვს უფლება გაყიდოს მიწა, ამით თავდება. ერთი არ მეპარება იმაში, რომ საქართველოში ძალას იკრებს გონიერება. ერთი არ მეპარება იმაში, რომ ვინ მოგწონს, ვინ არ მოგწონს, ერთი რამ ვიცით, რომ პოლიტიკაში გონიერება უნდა დაბრუნდეს. და რომ ეს ქვეყანა არ შეიძლება იყოს ფულის უფლების ქვეყანა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ ფულის უფლების ქვეყანა და მაშინ იქნება ფული განათლებაში, მაშინ იქნება ფული კულტურაში, მაშინ იქნება ფული ეკონომიკაში, სოფელში. დღეს ფული არის პოლიტიკაში და არ საწყვაგან. იმიტომაც ანგრეული ეს ქვეყანა. ინტელექტუალური რევოლუცია არის საჭირო იმიტომ, რომ ფული იყოს არა პოლიტიკაში, არამედ ფული იყოს განათლებაში, კულტურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სოფელში, ეკონომიკაში, სადაც წყდება ქვეყნის ბედი, აი იქ უნდა იყოს ფული.
ამას ჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია. როცა ქურდები და ჯიბგირები არიან ხელისუფლებაში, მათ შექმნეს ფულის უფლების ქვეყანა. განათლებული ადამიანები შექმნიან ნიჭის ძალაუფლების ქვეყანას. მაგრად ვიყოთ.